ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მმართველი გუნდისაგან ბათუმის მერობის კანდიდატის დასახელებას მოითხოვს. ჯუმბერ კახიძემ განცხადება დღეს სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. კახიძე ამბობს, რომ კანონმდებლობის თანახმად პარტია უფლებამოსილია კანდიდატი არჩევნების გამოსხადებიდან 40 დღით ადრე დაასახელოს, თუმცა მოითხოვს თბილისის მიბაძონ დაასახელონ კანდიდატი და თუ კი იგი თანამდებობის პირი იქნება, გაათავისუფლონ თანამდებობიდან, რათა არ გამოიყენოს სახელმწიფო რესურსი წინა საარჩევნო პერიოდში. ქართული ოცნების ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა სირაბიძე აცხადებს, რომ ბათუმში მერობის კანდიდატთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კოალიცია საკითხზე მსჯელობას განაგრძობს. პრეზიდენტმა დაასახელა არჩევნების თარიღი, ეს რაც თბილისში მოხდა. საჭირო მიმაჩნია სახელმწიფო პარტიამ დაასახელოს თავისი კანდიდატი, მერობის კანდიდატი ქალაქის, დათვლის დღეს თანამდებობაზე იმყოფება, ჩამოაშოროს თავის თანამდებობას. სავარაუდოდ როგორც ხმები დადის ქალაქში, ვთქვათ, მერობის კანდიდატი იქნება ბატონი გია ერმაკოვი და მიმაჩნია, რომ არ უნდა იყენებდეს, ვთქვათ, სახელმწიფო რესურსს მომავალი მერობის კანდიდატი. კოალიცია განიხილავს კანდიდატს იმისთან დაკავშირებით, რომ თბილისში უკვე გარკვეული იყო და გამოკვეთილი იყო კანდიდატურის ვინაობა, დღესდღეობით ეს არ არის გამოკვეთილი ბათუმში. და აქედან მომდინარე გვაქვს ჩვენ დრო იმისათვის, რომ 27-მდე კოალიციურად განვიხილოთ კანდიდატურა და შემდეგ უკვე მოვახსენოთ მოსახლეობას.